გამარჯობა მოგესალმებით. კაცები კვლავ YouTube-ზეა და 3 და 4 იანვრის კაცების საახალწლო ლაივის ბილეთები ვინაიდან დამთავრდა? შენ გაიხარა. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ისეთი დღესასწაული როგორიც არის 5 იანვრობა არ გაუქმდეს, არ ჩავაგდოთ. ან ვინმე არ დაეპატრონოს როგორ ვამაყობ და ისევ ჩვენ რაღაცა მოვიფიქროთ და ამიტომ დავამატოთ ერთი კაცები ლაივი, რომელიც იქნება 5 იანვარს მობრძანდით ვიდურურუმოთ ერთად. ოპა. ვა, რა კაი ზმნა არის. და რახან დიდ გოჭობა ვიდურურუმოთ ვადურურუმოთ. ვიდურურუმოთ ერთად. არა, ვადურურუმოთ არის ვაგუგუნოთ ის. ვადურურუმოთ ჩვენ ისინი და ვიდურურუმოთ ჩვენ. ხო და იქ ხო ჩვენ და ისინი ერთად ვიქნებით. ხო, მაშინ ვიდურურუმებთ ერთად. თქვენ და მაინც ექსპერტს რო ვკითხოთ რა. ხო. ეს არის აკაკიშანიძის კურსელი. კურსელი არა, სკოლელი. ვიცი არსებული სიტყვების მაშინ რას მოარგებ ვიდურურუმობას ახ არსებულ? რაღაცა მაინც აბინძურებს ენას, ორივენაირად ესეც და აგარს კითხე შენც. რა თქმა უნდა ნიკორა ჩვენთან ერთად იქნება. 5-ში განსაკუთრებით მობეზრებული ექნება ყველას საცივი ვინეგრეტი და გოჭი. გოჭია ყველას არ ექნება მობეზრებული, მაგრამ უმეტესობას და არაჩვეულებრივი ჰოთ-დოგები შეგვიძლია მივირთვათ და სხვა გემრიელობები და მონატრებული ჰოთ-დოგები. მივირთვათ ცომგამოცლილი შიგნით. და ესე რომ დავნერგოთ, რომ აი 5-ში თუ გვაღონიზება ყველას პატარა გოჭის ნაწილი. მოდი ერთი ნაჭერი. და აჯიბრებ რას იცი? უფრო აი ეს ნაწილი წამოიღეთ რა, ეკნები ეს. არა, მაგას არ ეს მიყვარს უფრო პიცკინა რა, მარტო კანია ფაქტიურად. და 3-ში ერთმა პოჭოკი, იმიტომ რომ ეხა ამდენი 384 პოჭოკი რო შეჭამო, გაპოჭოკდები. როგორ ახართ? სხვა როგორ ახართ? კარგად, სხვა შორის ადრეც გვინდოდა 5, მაგრამ 5 დღე იყო დაკავებული, იქ სადაც ჩვენ გვინდოდა და ეხლა დაემთხვა იმას, რომ ბილეთები აღარ არის. და ეპატრონა ეშმაკები. 5 განთავისუფლდა. ეჭვი მაქვს. მოდი ეს იმასკენ, აი ესე ქენი აქეთ აწარებ. ეს სენსეისავით მაქვს. სენსეი კი არა, რაღაც სიგნალს იჭერს. 5G. 1-2 სიტყვა ნაძვის ხეზე ხო არ გვეთქვა. თქვი? ჩვენ ნაძვის ხეზე თუ ზოგადად? ჩვენსაზე, იმიტომ რომ პირველად ხედავ ნაძვის ხეს, რომელიც სხვა ხისგან არის დამზადებული, არა? არა, სხვათა შორის წიწოვანი მერქნისგან ეს არის ჩემი გაკეთებული. შარშანაც აღუნიშნეთ. და არის ეკოლოგიურად მეგობრული, იმიტომ რომ აქ რო იყო ეს ღობე იმისგან არის დამზადებული. ხო, აი, სანამ აიფონები დაიწყებდნენ მეორადი მასალის გამოყენებას. კი. ჩვენი მიტრაფია. და ღობით? რისი ხეა თუ იცი? წიწოვანი არის. წიწვოვანი ფიჭვია, ფიჭვისგან არის. ფიჭვი. წიწვოვანი ისიც არის, რო გითხარი ვერ გავიხსენ. სოჭი. კედარი, სოჭი. სხვა როგორ ახართ? კარგად. კარგია. კარგად. ეს ყოჩაღად არის. ხნეთ, მხნეთ. ის ვერ არის კარგად. რატომ მე არ ის სხვა შორის დღეს რო კარგად არის, ესე კარგად ხო, მენაც ახიარებული. ხო. დღეს არის ბოლო გადაცემა წლის 2000 მეცადინებდი და ცოტა ისა დაღლილი. და კანცელი. აპორიახებული. გიორგი იქანცება. არიღლება იქანცება. 377 გადაცემა არის სულ, ანუ ამ წელს გასაგებია რომ ბოლო, მაგრამ 18 მე ჩვენ არ გადაგიკეთებია ეს ძველი იმაში ჩასვი ახალი ნიუსები. მაგრამ გიორგის რაც გამოაპარებ. გიორგი ხო ითulis. ითulis-ა თვითონ დაწერა ეს მე-17. მართლა? ხო, ერთი კვირის წინ. გიორგის აქ 378 გადაცემა არის წელს ბოლო, შემდეგი უწევს პირველში. პირველი? 1 იანვარს, რა თქმა უნდა, არ გვექნება ჩაწერა, მანამდე ჩავიწერთ, მაგრამ საახალწლო გადაცემას გიმზადებთ პირველისთვისაც და მე შემდეგი უწევს 9-ში, ხო? 8-ში 8 იანვარს. მანამდე 3-ში 4-ში ვინც უკვე შეიძინეთ ბილეთები გელოდებით, უბრალოდ 3-ში და 4-ში გელოდებით ყველას ვინც ბილეთები შეიძინეთ და თან
ბილეთებთან ერთად თუ ვერ მიაქციეთ ყურადღება, იქ რაღაცა შესავსებიც გაქვთ და ეგეც რა შეავსოთ, კარგი იქნება და 5-ში დღეს გამოცხადდა ეს ამბავი და ვინც მოგზაურდებით, იმათაც გექნებათ ანკეტების შესავსები და შეავსოთ. აქაც კარგი ბიჭი ვარ, დამაკლდა ცოტა. აი არა, იმათ ჯერ ბილეთები იყიდო. ანკეტები მე ვნახოთ. მე დაველაპარაკე. ხო არ გავაკეთოთ ცალკე სერვისი, თქვათ აი ვიღაცას ლაივზე წამოსვლის საშუალება არ აქვს. ანკეტა მაინც როში ავსოს. არა, გეტყვი რატო? იმიტომ რომ ამჯერად ანკეტებზე სხვა ამბავია. ხო, აქან, ხო. ამჯერად ანკეტებზე ადამიანს ეუბნები რომ შენ რა საჩუქარზე ოცნებობდი მთელი წელი. არა, თან მთელი უცნაურობა ისაა, რომ სულ სხვანაირი პროგრამა გვექნება. ხო, ახალი ის ანუ ვინც იყო და ნანახი აქვს. ხო, აი წინაზე ხო დათო მოგწონდა და თუ ამოვიღეთ. ნახე რა მაგარი შენ არა, დათო შევამცირე. რა მაგარი უნარი აქვს ჩემთვით, არ ვიცი. პროგრამაზე ვლაპარაკობთ კაცები ლაივის. მე კიდე თვითზე ვლაპარაკობ. ხო და არასწორ დროს. ეგ ლაივზე რო გაგეკეთებია, ხო დაინგრეო და დარბაზი. რა უნარი აქვს აი მეკითხები? არა. დაიცა მე მაინტერესებს რა უნარი აქვს და აი, მოდი გადაცემის კითხავ. გასაკეთებს ეს შველი თითი რასაც აკეთებს ხო იცი? ხო. ისინი რო უჩნი. ის რა ემართა მშრალს. მშრალი სისუელე ქვია მაგას. ხო არის მშრალი ყინული, აი და ეგეთი ვერა. მშრალი ხველე. ბიჭო რითი გამაწყვეტი. დაგიდა ის რო ყურებს ამოძრავება ხო კარგად მიიღეთ დადებითად შეფასება. ნახე რითი უნდა რომ ჩემ ყურებს გაეჭიფროს. მშრალი სისუელე. თითით გებძვის ყურზე. კარგი ხართ. ორივე კარგები ხართ. დავიწყოთ ნიუსები და გადასარევი ნიუსით არიწყება ჩვენი ნიუსები. ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათისგან გათვალისწინებით უიზომი მოსვლაც შეიძლება გადაიხედოს 30 დეკემბრიდან. შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს ეს ამბავი, პირველი შეეხოს დიპლომატიურ პასპორტებს და მერე ვნახოთ შეიძლება ჩვეულებრივ მოკვდავებსაც შეგვეხოს და მაწყობს ეს ამბავი საშინლად. მე როგორ ვიცი დიპლომატიურს შეეხება ძალიან დიხალისებ და აი მე ჩვეულებრივ უკვე მეც მოვიწყე. ბიჭო მე რა მაინტერესებს ვისაც დიპლომატიური აქვს იმას ხო ჩვეულებრივიცა აქვს. ხო, მე ხო და რა მაიმუნობაა დიპლომატიურით რო არ გიშოვენ და ბოდიში და სხვას რო მოიღებ ჯიბიდან და შედიხარ. არა, იქ უკვე წითელი ხალიჩა კი არ ხდება რომ ჩადიხარ. ხდება რიგი. არა მგონია ვინმე ხალიჩის გულისთვის მიდიოდეს იქ. არა, ოფიციალური ვიზიტით რამე საქმეზე თუ წახვალ. მაგ პასპორტით უნდა წახვიდე და შეიძლება ვიზა არ მოგცენ. და რო ჩადიხარ იქ და ეუნები და წარმოიდგინე დიპლომატი ხარ, მინისტრია შეხვდე და იტყულები. მეგობართან მივდივარ. რა ისე უნდა ვნახ ბარსელონას ვნახავთ და მე წამოვა. კი, ან მექსიკიდან რო შედიხარ გუბერნატორთან შესაძლებელი. სხვათა შორის მექსიკა და ევროპა არის საზღვრება ერთად. ეს ევროკომისიაზე. რო ვიცოდეთ. არელოდა. ამ მახვილ სურჩი არელოდა. აი ეს რო იჩქარებ და რაღაც წამოაყრამტალ. არის გეოგრაფიის უზოდინარობაში გამოვიჭერდით. ნიდერლანდებს ან საფრანგეთს ეკნება რაღაცა. არაფერი არ გიშველი. კი, პოლიტიკოსები რო რაღაცა საშინელების მე ცდილობენ რომ გამოძვრნენ და ახლობებით ეგრე. მექსიკა ისეც ვართავდება არაფერი არ. არა, შეიძლება თქვათ მექსიკის მაგრად სერბეთი ხო არ არის ევროკავშირის წევრი. სერბეთიდან რო შეიპარო. ეგ გზა უნდა გაჭრა ეხლა კაცმა რა. სერბეთიდან ევროპაში. რას ბოდიალობ? არა, რაღაცა თავის მისთვის რაღაც საქმეს ამზადებს. სერბეთიდან მინსკიდან, იმიდან, ბელორუსიდანაც არ გვინდა მინსკიდან. სერბეთიდან არის შანსები რა. უკრაინიდან? უკრაინა რავი ომია და სერბეთი რატო დამიწუნეთ არ აი. არა, რატო გაყოიატებული ეს სერბეთი ვერ გავიდა? ერთადერთი ქვეყანაა რომელიც იქ არის და იქ არ არის. ხო. შუა ევროპაშია და ევროკავშირში. აი, იმიდან რო შეიპარო, რა ქვია, საბერძნეთიდან. შენ საბერძნეთიდან შეიპარო. საბერძნეთი თვითონ ევროკავშირია რა უკვე შეპარული. მაშინ თურქეთიდან. თურქეთიდან ბიჭო უფრო მკაცრი საზღვარია ვიდრე მგონია რომ სერბეთიდან უნდა იყოს. ვიღაცას აწყობილი ექნება ხაზი შეპარების. სერბები ბიჭო
რაღაცა მიდეილაპარაკები. ხაშურის მუსიკალური სკოლის შენობას ძლიერმა ქარმა სახურავის რაღაც ნაწილი გადახადა. ანუ ეხა ნაწილი სკოლა არის ღია სკოლა. კი, და გამოვიდნენ და თქვენს რომ ეს ნაწილი რომელიც ქარმა გადახადა, ეგო ნაცების გადახურულია. მაშინ გადაიხურა 2010 წელს. არ გამოვიდა. დანარჩენს რაც არ ვერ მოერიაო, ისო ჩვენი გადახურულია. ანუ ნაცებმა რაღაც დროს ნახევარი სახურავი გადახურეს. არა, ეხლა მთლიანი გადახურეს ჩემი აზრით. მე ეს ნახევარი სხვა ქარის ხალმა აძრო და ის დაამატეს. არა, შეიძლება ხურავდნენ და 2012 წლის ოქტომბერს სადაც გაჩერდნენ. აქეთ გაგზელს უკვე ხარისხიანად. ხო. და ამოვარდა კაკეთა ის. ახლა როგორ გაჩერდნენ? ეს ნაცი იყო, ეს ერთი ლურსანია, მეორე საჭედებდა და უცად გამოაცხადა. გადააგდო ეს. და იმანა იყო და უფრო დიდი ლურსმით გააგზელა და ის ვერ ააძრო. და ამ ფოტოებიდან ჩანს რომ სამჯერ აქვს გარემონტებული მარტო კოცებს ეს შეიძლება. ეგ შენობა, კაცო, სახურავზია, ინტრიგანი თუ არა ხარ შენ? სახურავს არ ეხებოდნენ? ალბათ, ეგ გადახურული იყო. იმ სახურავის ქვეშ აკეთებდნენ იმას. 15, 19, 22 და 25-ში გაულამოდებია და ის ზღვარი სად გადიოდა, რომ აი ნაცების გადახურული და კოცების გადახურული. აი ვიოლინოები სადაც არიან იქ იყო ნაცების გადახურული და აქეთ უკვე ფორტეპიანო. ცოტა სისხლებით ეცხული. ხო, სისხლიანი ცხაწექო. და რა მაინტერესებს, იცი, აი ნაცების გადახურულსა და იმის რა ქვია, მოცნების გადახურულს შორის წყალს არ აპარებდა. არა, ზოლზე. შუაში ევროკავშირმა დააგო. ეგენი ხო ერთად ვერ არიან. ნო ეს ტიკი ვინა იყო თავის თავზე რა. სულ მგონია რომ უნდა შეტყობოდა რომ აი ამას თათო შენ რომ მუსიკალურში დადიოდი, კარგი სახურავი ქონდა თუ გახსოვს. მე რომ მუსიკალურში დავდიოდი 5 სართულიანი პირველ სართულზე იყო და სახურავამდე ბევრი იყო იქიდან. იატაკი. იატაკი კარგი იყო. კომუნისტების გაკეთებული. სარდაფში ხوار ვარდებოდა ეგ გაინტერესებს. მე სადაც დავდიოდი ცოტა დაღმართი იყო. ოთახში პიანინო იყო, ცოტა გადმოხდა. დაღმართი პირველი არხის შენობაშიც იყო. იყო. ესეთი იყო, რომ გახედავდი და მე ეს გაასწორე. არა მარტო დაღმართი. რაღაცა პარაბოლას ფორმის იატაკიც მახსოვს პირველი არ. კი და მე ბურსო დააგდებდი. და ესე ნელ-ნელა იქით მიდიოდა, იქ. და მე გაგორდებოდა იქ. ეგ სპეციალურად იყო გაკეთებული, წყალი რო არ დადგეს შენ. და ზოოპარკში რო ჩასული. ლომა და ის სვამს მაგ წყალს. ლეო მესი ინდოეთს ესტუმ რა არის შემდეგი ნიუსი. შტატის გუბერნატორმა სცადა მესისთან ბურთის გაგორება. ის არის გუბერნატორი? ხო, აი. აუ რა ბოცობა. ჯანდაბაში რო დაურტყა. კიდე? აი ნახე. მაგარი ფორმა. მაგრამ არ ბენინა მესინა. მაგარი კაცია. გონია, ცი ინდურ ფილმებში როა საითაც უნდა დაურტყა მაინც რო დაიჯებს. აჰა, მიცეს ისევ? არ ბიჭო, თავისიანს კარგად ეს ვინ არის ბრეტელებიანი კაცი? ეს ძმაკაცი. ვიცე-გუბერნატორი. ბიჭო, რატო იცი ახლა მე გეტყვი, ინდოელები არიან მორიდებული ხალხი და ეშინია რომ არ მოარტყას, მაინც ამხელა ვარსკვლავი კაციან. ოპ. ამასაც ვერ მინდა. ვერაფერს ვერ აუ ძალიან საყვარელი კაცი. ინდოეთში ვიზიტის დროს მესის საკუთარი ვირტუალური ძეგლი გაახსნევინეს და ეს ვერ მივხვდი რას ნიშნავს. ვირტუალური იმისცეს და დააჭირევდა რაღაცა ძეგლებით გაჩნდა რა, ოღონდ არ იყო. ეკრანზე? 3D-ში? ხო. 3D. ანუ ეგეთი ძეგლი იქნება თუ ამ ადგილას ესეთი ძეგლი იქნება? მესის დასანახად იდგა და მე რო წავიდა შეება ჩაქორა. გამორთეს. უზერები ესე ვარ. მართლა ვირტუალური ძეგლი რა იყო? ჰოლოგრამა იყო. ჰოლოგრამა ალბათ ხო. რა კაია ეს ვირტუალური ძეგლის იდეა მომეწონა ახლა. დენსერს. ხო, მაგრამ რაღაცა მაყუთის გაკეთება შეიძლება ვირტუალური ძეგლებით. სერბეთში ხო არც დიდი რაღაც ბარემ. ბარემით მიდიხარ. საზღვარზე. და მაგის ქვეშიდან რო იყოს გასაძრომი კიდევ რო კავშირში. ვირტუალური მე საზღვრე რო დააყენო რა.
შემდეგი ახალი ნიუსი არის ნიუ-იორკიდან, ორი ვირთხა ნიუ-იორკის მეტროდან YouTube ვარსკვლავები გახდნენ დონატისთვის ჩხუბობდნენ და გადაუღეს დროს. მე არ უყურებ ამას. აუ ეს ბიჭო პატარაა, მაგრამ ნახე რა მონდომებულია აქეთა ჩემკე წაართრია. წაართვა უიმე. ვირთხიანად წაი. აი წყალიც აქ მივაყოლოთ მე. ამათ ხ ჩვენზე მეტი ნახვა კი ექნება. კაცო. ახლა ვირთხა. მაგარი კონკურენტი გამო. მას ჩვენზე მილიონჯერ მეტი ნახვა. აბა ბიჭო. გურმეზისგები ის არის სასტიკია რა ცხოვრება. ვირთხა რო გჯობი. და დონატიც არ გიყვარს დონატის ხათრით რო უხურო. აი ძალიან არ შემიძლია. იქეც რა რომ ბეიგელის გამოჩხუბობა. ბეიგელია, ბოდიშ დონატი არ არის, ბეიგელია ხო? რადგან სხვა ბეიგელი არის პური და დონატი არის ნამცხვარი. ხო, ბეიგელი არ ვიცი თორე. დაიცა პურია რითი. ბეიგელი მრგვალი პური როა შუაში იმითი და კრიმ ჩიზით და თევზით და არ გახსოვს რომ მოიტანა რომ მე ყველაზე კაი ბეიგელი ბეიგელი არა ბეიგელი ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი ბეიგელები რომ მოვიტანა. დილით რომ მოგვიტანა და შე რომ გასხდი ჭამით. არ წახსოვს. გამორიცხული. თავის კრიმ ჩიზები, მეურნეერი კრიმ ჩიზები რომ მოვიტანა, სამნაირი რო იყო. კრიმ ჩიზი მახსოვს, ბეიგელი. შეიძლება მარტო მოცვი ხო გახსოვს, მოცვი. მოცვი როგორ არის? მოცვი თვითონ იყიდა და მოცვი ახლა აქ მანდარინის პროგრამაზე ვარ, მოცვი რო ჩავარნაც. ხო და ბეიგელი არის ესა. ბეიგელი არის პური უბრალოდ ესეთი ფორმის და დონატი არის. ზეთში გამომცხვარი ჩვენთან რომ ბუბლიკი ბერძნული რა, რა პურები ვიცი, იყო ერთი პერიოდი დონატი რა. 90-იანებში ბერძნული პურები რო იყო. მე თურქული პურები მახსოვს. ნახრეტია. ძელი რო იყო ესეთი. არა, აი ნახრეტიანი ბეიგელიც არა, ბეიგელი ის ფაფუგი იყო ის ბერძნული და ხო, ბეიგელი დიდი რა პური. ბეიგელი მკვრივია, როგორ არიცია ყვები თბილისში იყიდება ბევრგან. არ მიყვარს ეთქობა ეს ბეიგელი. თუ არ გაგისინჯავს, რანაირად არ გიყო. თან მე რომ მოვიტანე, თუ შენ შეჭამე, არც ერთ არ შეხვდა. ძლივს მოვასწარე რაღაც ის იყვარს, მაგრამ არ იცი. ესე იგი არ მიყვარს, ამათ თუ არ გაუზიარე. სხვა სახელითი. აი როგორც კოსმონავტი და ასტრონავტი სხვა სახელითი. შეიძლება. ხო, როგორც ევერესტი და ჯომოლუნგვა. ჯოკონდა და მონალის. ბეიგელი და ბერძნული პური. ბეიგელი და ბუბლიკი. ხო, არა, ბუბლიკი გონია, ხო. თუ ნახრეტიანი და რბილი არ არის, იქ არის ბუბლიკი. ბუბლიკი გონია, ხო, ბუბლიკი ხო გიყვარს. ბუბლიკი. ეგრე მითხარი, ბეიგელს რომ შენ ფაქტიურად მითხარი ბუბლიკი მოვიტანე იჩი კრემჩი. ნიუ-იორკის საუკეთესო ბუბლიკები გაკნაჭამი. ბუბლიკი კი, ბუბლიკი მიყვარს. ხო, ბლიკი მიყვარს. ამ თაგვებს რა მესად დაარქვენ ბათუმელ ძაღლს რო დაარქვეს რაღაცა ის. კუპატა. კუპატა. ხო. აუ არ ვიცი მე ძალიან არ მიყვარს გეშინია თუ გეზიზღებ ორივე. ძულს თან გეშინია. შემდეგი ნიუსი. სანამ ვირთხებზე, ნუ ლაპარაკობთ ვირთხებზე, არ არის ვირთხები. არა, გესიზმრება ვირთხები, ხან ტაქსიზმრებია. ორა. და ხილვაში ხილვები კი. ბავშვობაში ვირთხით გაშინებდნენ. აი, ამიტომ არ მინდოდა ამ თემაზე რო ყოფილიყო ლაპარაკი. შემდეგი ნიუსი. კორეაში ფსიქოლოგივით თამაში. კი. კორეაში 2 წლიანი უწყვეტი თამაშის შემდეგ გეიმერმა დაალაგების სერვისი გამოიძახა და მთელი 730 დღის განმავლობაში თამაშობდა და საჭმელს იძახებდა და ეთქობა იქვე ისროდა. ან სულმა როგორ არ შეაწუხა, ან სუჭამდა იმას. აკიჯდა? ხო, გეშიგნით არის გეიმერული სკამერი. ჩაიმარხა ბოლოს. ვიღაცასთან ერთად თამაშობდა, ეთქობა ეთამაშება. ბიჭო. ანუ ესე შეიძლება? გინდოდა. ბიჭო. ამას გეიმერი ქვია? ნახე მთელი ის მოვიდა სამსახური და სტანდარტული სერვისი. სანეპით სადგური და ყველა მოვიდა იმ კორეის. კამარითი და ვიწყო არ ვიცი. ესე თუ 2 წელი იჯდა და მარტო ჭამდა და თამაშობდა, შეიძლება ვეღარც გამოეტიოს იქით. შეიძლება ეს გააჩნია ბიჭო. ეგ ადამიანის გააყოლეს. გააჩნია, შეიძლება ისე იმდენად ჩართულია, რომ იშვიათად იძახებდა საჭმელს. ხო, პრინციპში ეგეც შეიძლება. ან შეიძლება ისე თამაშობდა, რომ მთელ ენერგიას ხარჯავდა. კი ბატონო. იმიტომ რომ გეიმერები თითქოს სტერეოტიპულად ესეთი ტიპი უნდა იყოს. ბევრი სოდა და რაღაც, მაგრამ მე მინახია გამხდარი გეიმერები, სულ თამაშობენ გაჩხინკულები. არსებობენ. ვერ იცლიან
ვერ იცლიან საჭმელი. ფიზიკურადაც ვარჯიშობენ. შენ გითამაშია? კომპიუტერი. ოღონდ ის დებილობა არა შენ რასაც თამაშობ. არა, ის არა, ხო რაღაც კუბიკი რო ვარდება და იქ გადაწევა. დაუშვათ რამე მანქანების გონკები. მანქანები არა. შუთერი რამე, ან შუთერი. თავგრუმე ხრი. რაზე? აი ეგეთ რაღაცებს ესე რომ ეკრანი რო ტრიალებს ვერ უყურებ. ჩემი ვესტიბულარული აპარატი ვერ უძლებს. ვესტიბულარული აპარატი კი რა ასაკია. არა კაცო. ასაკი ქვია მაგას ხო. ამ ხელა ხო არ ვიყავი 40 წლის წინ. 40 წლის წინ არ იყო. პირველად რომ შემოვიდა კომპიუტერი, იყო ესეთი ვერ თამაშობდი? ხო. Doom 2 ესე ერქვა. ხო და ვერ თამაშობდი? Doom 2-ს ეწახდის ჩვენ და ვერ თამაშობდი. ეგ და რაღაცა ეგეთივე იყო ფაშისტები დადიოდნენ, გახსოვს? ვა. ფაშისტებს რო ხოცა. სტაინერი კი არა და ვალკირია. არა, ვალკირია არა. Wolfenstein. ნუ ესოც ვერ თამაშობდი. მე სტრატეგია. Half-Life-ი? მაგარი თამაშები გავიხსენე მაგ ეპოქიდან. ეკი. Duna მაგ დროის სტრატეგიული თამაში. Duni. დადიხარ და Minesweeper-ი. იმეები აგროვებ Solitaire. აგროვებ კრისტალებს ძალიან მაგარია. აბა რას თამაშობდი? კაზაკებს უშვებ თამაშობდი? ტანკებს ყველა ძლიერ ტანკი იყო ზიგე ტანკი ზიგე კაზაკებს თამაშობდი? სტრატეგიები. კაზაკებსაც თამაშობდი Starcraft-ი, Warcraft-ი? Warcraft-ი არა იყო? ორივე. Age of Empires. Age of Empire თამაშობდი მე თამაშობდი რაღაცა აუ შენ ყველაფერს. ხო რა ძველ რაღაცებს რა ძველს ვიძახით ახლა ხო? ახალი ეს ახალი გრაფიკა რო გამოვიდა ვერ ტანულობ ჩემი ორგანიზმი ორგანიზმი ტვინი ვეღარ აღიქოს იმ გრაფიკას ხო? ვერა იცი რაც ადე? მოძრაობას ვერ უყურებ. აი გარეთ რომ მოდიხარ მანდარინი რომ მოგაქ დღეს რომ მოიტანე. ხო. აი მაშინ რომ ესე გაიხედო, მაშინაც თავბრუგე ხვევა? არა, მანდარინი თუ მიჭირავს. მის მაშინ მანდარინი გეჭიროს და ისე ითამაშო. აი რა დაიმართა. მანდარინი რო ეჭირა. ან სუფრაზე რო ზიხარ და ხაჭაპურს ვერ ხედავ და ანუ არიცი საიდან შემოიტანე და გაფაციცებით იპყრები რომ არ გამაზო. იქ მანდარინს რო ასკანერებ, ესე ვიტყოდ. ყველაზე მაგარი რომელ თამაში იყავი? მე ვიყავი ძალიან მაგარი. რედალეტი იყო კიდე. არა. ის იყო? რედალეტი. სტრატეგიებში. ეხლა რასაც თამაშობ იმაშიც მაგარი ვარ. Counter Strike-ი გითამაშია. დებილობები რო ცვივა. Counter Strike-ი გითამაშია. არა. მაგარი ვიყავი. სტრატეგიული თამაში იყო, ადამიანები ეთამაშებიან, ეომებიან უცხო პლანეტელებს. ეს უცხო პლანეტელები ნაირ-ნაირი ხოჭოები და რაღაცეები არიან. მაგალითად არტილერია როგორ იყავთ, იცი შენ რო ზარბაზანი ყავთ, იმათ რაღაცა ცხოველია და უკნიდან ისურის ცეცხლოვან ბურთებს. ეგ კინოც არის, რა იცი. საიდან ისურს? უკნიდან. StarCraft-ია ეგა? არა. კიო. StarCraft-ია? მაგაში ვიყავი ძალიან. უკნიდან, ანუ ზურგიდან. უკანა ტანიდან? ზურგიდან. ზურგი. თუ არა გაქვს ნახი ზურგიდან, ამიტომ აკმაყოფი. ანუ ხო, მაინტერესებს. ხო, უკანა ტანიდან. და ხოჭოები არიან დიდე პატრები, შენც რაღაცები ყავს. კიდე ერთი პერიოდი მოდაში იყო რანაირი თამაში. მოდაში რა მე ვთამაშობდი, მე ხო მოდას არ მივსდევ. არა ხო. ბიჭო, 4 კაცით მიდიხარ რაღაცა დავალების შესასრულებლად. 4-ვე შენ ხარ? ხო, ერთი არის თქვა სნაიპერი, ერთი არის შპიონი, ერთი არის რაღაცა Delta Force-ი? კომანდოსი? Delta Force-ი ხო იყო? Delta Force-იც ალკე იყო, ხო. და იმ სნაიპერს სადღაც დააყენებ ამ იმითი შპიონით მიდიხარ ვიღაცას გამოესაუბრები სიგარეტი მომაწევია და შპრიც გაუკეთებ მოკლავ ის იქიდან შემოვარდება რაღაც ეგეთი დებილობა ანუ მაინც ამან არ გეხოვდა თავ ეს სტატიკურია რა და ძალიან მაგარი ვიყავი როგორ თამაში იცი რომელსაც გრაფიკა საერთოდ არ ქონდა ტექსტური რედაქტორი ვით იყო და ვთამაშობდი 1-20 წელი ოგეიმი ერქვა ტექსტურას წერდა ვიღაცა ეხლა ეს მოხდა. წერ ხო. ანუ აი ნახატია და შენ ფლოტს ან ფოტოსინთეზს თამაშობთ. პლანეტიდან რომელიღაცა აგზავნი, რომელიღაცა პლანეტის დასაზვერად, დასაპყრობად ან რესურსები. ხო. მონიშნავ იმას და go და ჭერდა 6 დღის მერე, შეიძლება 1 თვის მერე მივიდეს და მოგივა მეილი რომ მივიდნენ. ეხლა რა ვქნათ? მივიდნენ. ან მანამდე მოგდის რომ 1 საათში დავარტყამთ.
და ამ დროს და ამაში იყავი მაგარი? კი ძალიან. რამდენი წელი თამაშობდი მაგას? 1-3-4 წელი. თან მარტო მე კი არა, ბევრი ვთამაშობდი. რამდენი? 13? ქართველი თამაშობდი თუ წერილებს წერდით ერთმანეთს? თამაშობდი. ქართველებს ჰქონდა ჩვენი ისა რა, ლიგა არა. თუ რაღაცა სხვანაირი აღქმა გაქვს თამაში. სერვერი. არა. სიტყვა თამაშის თვითონ თამაში სხვა რამეს გიგას. გუნდი. ხო, გუნდი. თინი. ვეომებოდი დროს. რაღაცა ვიყავით გეხვეწები. ვიყავით. ეხლა გაქვს ურთიერთობა კიდე? წერილებს ხო არ წერს? სეკრეტ სანტას თამაშობთ. ეხლა რომ მოგივიდეს რომ მე ვთამაშობდი მაგართან. ეხლა რომ მოგივიდეს მეილი, ის ბლოტი მივიდა და რა უკრა. ეხლა გამახსენე. მე ვთამაშობდი მაგარ თამაშს. დადიხარ და ქალაქში, ნებისმიერ ქალაქში არის რაღაც მონუმენტი. მაღაზია. მონუმენტი. ეგ ჩემანხანიდან რაღაცებს ხო, რო ხაკავდი. მონუმენტები. ხო, მე იცი. იმ მონუმენტებზე არის აგებული სამკუთხედები. არის ორი რასა, ლურჯები და წითლები და თემ სოფლიოში თამაშობდა რავი, რამდენიმე მილიონი ადამიანი. ვისაც მეტი ფართი აქვს აღებული, ის არის ლიდერი. დიღუმში რაღაც შენობა და ისარქნა იყო და იცავდა. კი. ჩემანხანაში. და უყვარდა. და ბევრი თამაშობდით რა. და მომეშველეთ ვიღაცებს ეუნებოდა არგენტინელებს. და ერთი პერიოდი მაგას თამაშობდი. საქმე რაკეთე. ხო, და რას არგენტინელებთან ერთად დიღუმში იცავს შენობას და რო დააგვიანებს, რომ ძალიან დაღლილი ვარ დღეს კაცო და ხო, რაღაცა кайს ამბობდი. პრაღაში რო ვიყავი, ჩარლის ხიდზე ხო ბევრი ძეგლია და ყველა ეგ იყო მონუმენტი. და ყველა აიღე? და ხიდის აღება მინდოდა რა და მივდიოდი და ამებს ურტყამდი. ესეც ის არის, არაფერი ისეთი არ არის მოძრავი შიგნი და ვიღებ და ბიჭო გავიხედეთ ამ ხიდზე ეს ჩემი გამწვანებული გალურჯებული ის წითლდება. გავიხედე და რაღაცა გახები. ვიღაცა მოდის. უკან და ჩემ აღებულებს იღებს. და ვერ გადააგდე. არა, და შევხვდი და ისიც უცხოელი ხო საიდანღაც ჩამოსვი და რაღაცნაირად. მე იმასაც ესე მობილური ეჭირა. მე ხარ შენ ხარ. ჩასული ხარ პრაღაში. ხიდი უნდა ნახო და იღებს ესეც და ისიც. მესამეჯერ ვიყავი მაგ ხიდზე და უკვე ამითი კარგად. აი ესე მტერს პირველად შევხვდი. რომ ვირტუალურ სამყაროში მტრები ვარ. მე რომ ზავი. არაფერი ჩამოვარდი დღელი და რა შვებით ხო რამეს აპირებთ ხო იკარიოზევითო კრემლზეო ბევრიო და მე იქუნდა ავიდეო და მე ვეთხარი მაგ საქმეზე იყო ჩამოსული. არა ისიც ჩემსავით ტურისტულად, საზღვარზე უთხრა ტურისტულად, არ უთხრა რომ ძეგლები. პარე მიფიქრა დავხაკავო რაღაცეებსა და დადიოდა. კიდე რას თამაშობდი? ხო. ტანკები ხომ აქვს მოყოლილი? ტანკები კლასიკა. დო მე ძალას ბუმ გადააგდებ და იქ იმის და მიხვდეთ რასისული ან ძალიან დიდ. ეგ სხვა ტანკებია. არა, ეს იმ ტანკებს და შენეკონი. ხო. დიდ ორმოს რო აკეთებს ხო, ეგეც მითამაშია რაც. კი, აბა? მარიო? არა. ეს ისა ესე სისხარტეზე რაც არის ვერაფერს. აი Angry Birds-ი მოგეწონებოდა შენ. Angry Birds-ი ვითამაშე. ზუმასაც თამაშობდი ერთი პერიოდი. არ გამიტაცა. ეგეც ისტრაფეზია რა, იქ ვერ მოასწავლა. თავიდან კარგია და მე. ეს როგორ იცი რა, აი შეეძლოს თამაში ჭამოს. და ისევ რა. გააჩერო, გახვიდე, მოხვიდე, ისევ ისე. ტეტრისიც მოგეწონებოდა პირველი 20 წამი. ელა რომ მოდის ხო. ეხა არის თანამედროვე თამაშები, რომ მიდიხარ, არაფერი არ ხდება, მიდიხარ. მოგეწონება, შეიძლება ჩართო და გახვიდე, ჭამი, მოდი და ეს მიდის. მართლა. ხო. მე გამომიგზავნე თუ აუცილებლად. რო გაცდეს. რა პრობლემაა, მოტრიალდება და მიდიხარ, სადმე მიდიხარ თუ პროსტა მიდიხარ? სადმე. საქმეზე. სადმე დებილობა. უბრალოდ რომ მიდიხარ, ეგასწორებ. აი, ეს იყო დღევანდელი ახალი ამბები. და დათოს თამაშები, ეს ორი ახალივიც დაემატა, რუბრიკაც დაემატა აქეთ. გადავიდეთ სტუმრის ნაწილზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ფენშუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? ძალიან კარგი. რა მოგვიდა? როგორ ახარ, როგორ გითხარი? მოვიტანე ზე აღარ მე რა მომიტანე.
საჩუქრები. ფენშუის საჩუქრებია. ფენშუის საჩუქრები არის ესე იგი და ყველას. აი როგორც მეღვინეები, ღვინოებს. რა თქმა უნდა, ჩვენი. ფენშუები. და შუ არის, ნაღდი ფენშუები. არიჭმევა. არიჭმევა? არც ამით ვიკამათოთ. ისმევა? შეიძლება ვნახოთ? რა თქმა უნდა. სულეთია. სახელობითია? არა. ვა, ჩემი რაღაც $100-იანია. ჩემიც. აბა შიგნით. ვა. გასწრები. ბოლოს გავხსნები. თუ სხვადასხვა თუ ნახე. მომიხვდები. ვა, ეს ამოვიდა $2 ამომივიდა ოქროს $2. მე ოქროს $2. ანუ ამას თუ ფურცელს დაადებ და გადაატარებ იმას სავებოს, $2-ებს დაბეჭდა. ნახე. ციფრები. 9. ცხრიანები. ეს არის ჩვენ ახლა ცხრიანის პერიოდში ვცხოვრობთ და 9 არის უმაღლესი ციფრი, სიმდიდრის სიმბოლოთ ითვლება და აი ნახე დავიძაბე. ჩემი დაბლები დღე 909. ძალიან კარგი არის 9. ესეთები წამოვა. ჩემი 19.09. 19.09 რო კარგია. ჩემი ვაიმე ცხელი მომიტანა. და რაღაც ხურდები. ეს ფენშუის ხურდები. მონეტები არის ბარაქის საფულეში იდება იმპერატორის აყვავების ხანის დროინდელი არის ეს. იმიტაცია რა თქმა უნდა. საფულეში ვიდებთ ამას რომ მოვიზიდოთ ბარაქა. ფულო ჩადა. იზიდავს. იზიდავს. ესე იმიტომ არის წითელი. ესე ხوار არის რომ ავტობუსში რო ავედი ვიღაცის მიიზი და უწევ და მე პოლიციას უნდა უმტკიცო. ფენშუის ხურდა მოიზიდა. აი ყულაბაა. ეს ხურდებს შევხედი აქ ის არის რა ქვია. დირკა. აკაკ შეგვიძლია ესე სიმბოლურად ფული. რამ გააყულაბა ესა. როგორ არა ბიჭო, შეხედე უკიდან ცხენს. აი. ვა, ნახე. ერთნაირები ყო. ხო, ცოტა ის განსხვავებული. ის ვეიდან იყება ამ ცხენში. აი აი აქ. გაკჭრილი. აი, მაშინ თუ ერთნაირებია, მე არ გავხსნი, რომ ესე ლამაზად წავიღო. ეხლა რა ამას ჩავდებ ძალიან დიდი მადლობა საჩუქრების. ეს იცოდი ხო ცხენის წელს ვიყავი დაბადებული და იმიტომ მოგვიტანე ყველას. ხო. ცხენის წელი მოდის ეხლა და მოდის რა ამიტომ მოგევავს. მოგელავს დია. ეს ისე ერთი არის. კითხვა მაქვს. ეს რა თქია იმპერატორის მონეტა, ხო? დია. დედაჩემის საპენსიო ბარასთან ბარათთან რო ჩავდო, ხო შეიძლება? შეგიძლია ჩან. ანუ პენსია მოემატება. კი, ზოგადად ქვეყანაში პენსიები გაიზრდება. უნდა გაიზარდოს. ეს რო ფინანსთა სამინისტროში მიუტანო ფინანსთა მინისტრს, ნეტა ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება თუ არა. მე მგონი უფრო მაინც პირადია. ხაზინაში ყველას მაინც ჩვენი უნდა გქონდეს. მე რატო არ შეძლებდა? თუ არა შიგნით იქნება. ჩავარდა. არა, მაგაში არ არის, ამაში იყო ჩემთან. ხო. შეჭრიდე. ერთი წამი რა მაინტერესებს. ხო არა. ეს იმის მაშინ ყუთში იქნება. ეს იმის ხურდა რა ქვია, იმპერატორის. ამ წითელი ზონარით უნდა შევინახოთ, შეიძლება ეს მოხსნა და და ერთი ცალი გადაახურა. ჩავიჩხრიალო ან გადაახურდაოს და გავიყო ოჯახის წევრებთან, რომ ყველასი ლარი აიღოს. არა. სამი მონეტა შეკრული არის სიძლიერის სიმბოლო და წითელი აორმაგებს ყველაფერს, ამიტომ არის სამი მონეტა შეკრული. ანუ ეს ახლა 6-ია. თვითონ თილისმათ რო იყოს, იმიტომ. ეს ვინ ჯეფერსონია? არა, წერია ამცანი. და ვერ აი წავი. მხედველო რო ჯექსონი. იმიტაცია ზუსტად იგივეს. მეც მასექვშები ხომ. ხო, იმიტომ რომ მაგრამ მე მასექვშები საათი. ამას საფულეში ჯეფერსონი. ამასაც. ესეც საფულეში უნდა ჩავიდო? ეს შეგიძლიათ საფულეში ჩაიდო. ეს ნაძვის ხმა- ხეზე სხვათა შორის ეს ხმა უნდა ამაგრებენ. გქონდეს? ეს არის ნახდი, აი ჩემ, მანახე შენი? ოქროს ფირფიტი. შენი, ჩემი. და ეს გადატეხილი რატოა? სავარაუდოდ ყუთში დაზიანდა ალბათ. გამომიცვლით ხო იმ აუცილებლად. იცი რა, კენი ბანკში მიიტანე. და გამოგის სამუშაო დღეში. ან ესეთი შეიძლება იყოს. ეხა გითხარით რა არის ფენშუი?
მე გითხარით როგორ იმიტომ წინაზე რო გითხარი და ყვევიწყო. მე გითხარით ვერ გავია. მე გითხარით როგორ ჩავერთოთ ფენშუიში და მესამე ახალ წელს რა ვქნათ როგორ ჩავერთოთ ფენშუიში რა ლატარია, როგორ უნდა ჩაერთო. აი ეგრე უნდა ჩაერთო და შეიძლება გააფენშუიო. გააფენშუიო არის ეგეთი ზმნა? რა? გავადურურუმოთ თუ არისო. გავაფენშუიოთ. იმ დროს ფენშუი არის უძველესი აღმოსავლური მეცნიერება სწავლება, რომელიც მოიცავს აღმოსავლურ სიმბოლიზმს და ამ სიმბოლოებს ვიყენებთ, რომ ვიცხოვროთ ჰარმონიაში ჩვენს გარემოსთან და ბუნებასთან. მარტო დასავლეთში არ მუშაობს. დასავლეთში ახლა შემოვიდა აღმოსავლეთიდან. უბრალოდ შენახული არის. მაგალითად, საქართველოში ჩვენი ფენშუი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ვიხთვალისწინებთ აღმოსავლეთის მხარეს, მაგალითად, სად დავსახლდებოდით. ეს არის სწორად როგორ ვიცხოვროთ ჩვენს გარემოსთან. და ამ ყველაფერში ვიყენებთ სიმბოლიზმს. ბევრს გონია, რომ ეს ჩინური სიმბოლოები უნდა გქონდეს, მხოლოდ ეს არის ფენშუი, მაგრამ ძალიან ბევრი რამე კეთდება ისე, რომ შეიძლება იყოს. რა ბიჭო, ეს დამივარდა. ბარაკა გაუვარდა. ეს ახლა რო აიძის ნამდვილი ბარაკით შორს წავა ადამიანი. ბიჭო, ბოთელო შეწუხდი. აი იმას თავისი ფენშუი. საფულეში მიდე. უკვე არ არის ცუდი, არ არის კარგის ნიშანი. არა. დაუვარდა ძირს ბარაკს. არა დავარდნილი რო იპოვა. იპოვა სხვა. სხვა და მისცა. ანუ იმის ათრევი იქნები მთელი წელი. სხვათა შორის ამ სიმბოლოებს ყველაფერს აქვს თავისებული ენერგია და ძალა და ძალიან დიდი რამე არის. გიორგის? ეს თავისი ენერგია მას ეკუთვნოდა ეს გვეხებული აქვს. ცხრიანის რო არის ბოლო. დიახ. ესე რო გითხარით, მაგალითად ჩამრჩა რა. შემდეგი თავიდან ვიწყებთ ერთიანია ისევ? დიახ, პერიოდები არის 20 წლიანი, 180 წლიანი ციკლები ითვლება და 5 ციკლი არის 20 წელი და ეხლა არის ცხრიანის პერიოდი, რომელიც არის უზენაესი ციფრი და ზუსტად ცეცხლის სტიქიის. და ეხლა 18 წელი 2024-დან 2054 წლამდე იქნება ცხრიანის პერიოდი და საერთოდ ცხრიანზე არის ეს როგორც უმაღლესი ციფრად ითვლება. იქნება ძალიან არის კიდევაც იქნება ძალიან ისეთი წარმატების და იღბლის მომტანი ცხრიანი ციფრებისთვის ეს ნუმეროლოგიის განხრითაც რომ გავიდეთ ყველასთვის თუ ვიღაცებისთვის ყველასთვის ვინ არის? რა მე აი დაბადების ციფრებში მაგალითად ნუმეროლოგიითვისაც 9 უჯდება, არის გუა 9. დაჯამებულოთ რო ცხრიანები მაქვს ესე. ისედაც ძალიან კარგი, ანუ ეს უკვე იქნება. მე თქმაყოფილი ვარ, ეხლა თქვენი გითხეთ. აი მანქანის ნომრებზეც დააკვირდით უკვე. იყო 7-იანის პერიოდი, იყო ძალიან პოპულარული 7-7-7. შემდეგ იყო 8-იანების პერიოდი, ბევრი 8-იანი შეგხვდებოდათ. ეხლა 9-იანის პერიოდში 42-მდე 9-ზე ავდივართ. ო, მე ერთი 9-იანი მაქვს ნომერი. ანუ ვისაც 6 ქონოდა გადაატრიალებს, ისე უფასად გამოდის. ერთი კითხვა მაქვს, ჩემი მანქანის ნომერი არის 193. ანუ ეხა ესე რომ დავთვალოთ, რომ ერთს მივუმატოთ P9-დან და მივუმატოთ 3. ხო 7 გამოდის. კი. ეს კარგია. გავიდა 7 ახლა 7-იანის პერიოდი გავლილი გვაქვს უკვე. მაშინ თან მანქანის ნომრებზე ნახეთ როგორ არის მაქსიმალურად ვცდილობთ მანქანის და ტელეფონის ნომრები იყოს, ბოლო ციფრები მაღალი ციფრები იყოს. და ესა ნომრებს რო იცვლიან მე 2-იანი მაქვს. და ცვლიან ხოლმე ესეთ 9-იანი და 8-იანები არის. აი მაგალითად ითვლება რომ ძალიან წარმატების ციფრები იქნება 168. ძალიან კარგი არის. მართლა კარგი არის, იცი განწყობაც რომ ადამიანი რომელიც ცვლის ამ ყველაფერს და იმას ირჩევს რომ იცის რომ მოუტანს წარმატებას, ის აუცილებლად მოუტანს წარმატებას, იმიტომ რომ ან ადამიანს ნომერი რო ჩამაწერია და მე გამოიცვალა. კიდე ფენშუი უწარებს. ბევრი ცვლის, როგორ არა ცვლიან კიდევაც ნომრებს. ტელეფონის ნომრებსაც ძალიან ისე არჩევენ ხოლმე ძალიან ხშირად. თუნდაც ჩვენი საცხოვრებელი სახლი ძალიან მნიშვნელოვანია. ფენშუები გიგიათ? მე ფენშუები მიკეთია. რა. მაგალითად ეს არის ტიბეტური ძი, რომელიც არის ერთ-ერთი რასაც ატრიალებენ ხოლმე. არა, ტიბეტური ძი არის ერთ-ერთი თილისმა, რომელიც მაგალითად ბერები ხმარობენ, ბერები აკეთებენ, მანტრებს კითხულობენ. დამუხტული ერთ-ერთი თილისმარი წმინდა ქვათ ითვლება, რომელიც სხვადასხვა რაღაცებს მოგვიტანს. რითი განსხვავდება ტიბეტური ძი მაგალითად ვიეტნამური ძისგან?
ტიბეტშია მხოლოდ ძი. ვიეტნამში არ არის. ეს მეორე? ეს მაგალითად არის კოსმიური კუ. კოსმიური კუ არის გასაგებია ხო? სამყაროს ბალანსის ის არის სიმბოლიზმი. ეს ტიბეტური ძი და კოსმიური კუ ხო არ ჭუბობენ ეს ჭუბობენ, ფენჩუები არიან. მარტო რასოიანები შეიძლება იყოს ეგ ძი და კუ. ფოტოშოპის ბუ არის კაი. ჭარბი ფოტოშოპი. ჭახეთში. და ფოტოშოპის ბუც ძალიან კარგი სიმბოლო არის ეს. არის იაპონური მიკროფონი კიდე მესამე. ეს არის იაპონური მი. აი ესეც ძი არის, ეს არის 36 თვალა ორი ძი. ძი გა? ეს 36 თვალაა. ვაფშე ვერ არჩევ ეს 36 ეს 36 თვალა ძი. ეს რო ცალთვალაა, ვერ ხედა? თქვენ გაქვთ ორი ძი. ძალიან ბევრი. გადახვედი ჩემთან ეტაპზე. სხვათა შორის უზენაესი ძი არის და რომელიც ადამიანს ეხმარება რეალიზებაში, საკუთარი საქმიანობის და წარმატება მოაქვს. თავისი წესი აქვს სხვათა შორის თანხმარების პულსაციაზე უნდა. ეს რომ გავიკეთო 36 და არაფერი არ ვაკეთო, წარმატებას მიმიტა. ესე არ არის. ვინც აკეთებს და თან ამ ყველაფერს მოიწევს. მაშინ მეორე კითხვა მაქვს. ეს რო არ გავიკეთო და დავიხარჯო და საქმე ვაკეთო, წარმატება ხომ მაინც მექნება. რა თქმა უნდა, ესეც გექნება, მაგრამ დაცვაც გვაქვს, ნახე, დღეს უკვე ჩვენ სამყაროში არის ძალიან ბევრი ენერგია. ჩვენ თვითონაც ხო ენერგია ვართ, ჩვენი ურთიერთობები არის ენერგია და ამ ენერგიებს შეისწავლის ზუსტად 5 ელემენტი საფუძველზე ფენშუი. აი ეს კინო რო 5 ელემენტი. და ზუსტად ეს ურთიერთობები, რაც გვაქვს, ხო, ენერგიები. მაგალითად, ზოგჯერ არის, რომ რაღაცა ცუდ განწყობაზე გაყენებს ადამიანი, ან უბრალოდ გინდა, რომ მისგან არ მიიღო რაღაცა არასასურველი ენერგია. ძალიან ხშირად ეს ჩვენი თილისმები, ქვები განსაკუთრებით ეს 36 თვალა ძი რო ხელზე მეკეთოს და ფაზას მოვკიდო და მართყამს დენი. აი ორი ენერგიის მართლა. 36 თვალა და 11-ისგან ვიზუალურად განსხვავდება. განსხვავდება, ეს არის ხელები, არა, ეს არის ხელნაკეთი და მასზე არის განეშა გამოსახული. განეშა არის ღვთაება. ვისი განეშა ვისი ზია ამაზე? ესეთი სახია. სახიანი ღვთაება. ვიცი, პირველსახიანი. ფილოსოფია. და ეს ხელნაკეთი არის და ძალიან საინტერესო არის. ამაზონზე გამოვიწეროთ თუ უნდა ჩავიდეთ. არა, ესენი მე თვითონ მაქვს ჩამოტანილი, მაის სვასტიკა არის, ოღონდ ეს არის ტიბეტური სვასტიკა და არა ის რაც გიტლერმა აიღო თავის დროზე და შეადრიალა. კიდე იმას შეცვალა, უბრალოდ აქვს აქედან იყო და იქიდან ანუ შეცვალა მან მიმართულება და ამაზე სხვათა შორის იძახიან, რომ ზუსტად ის იყო, რომ რაც დაემართა ბოლოს ზუსტად აი ასეთი სიმბოლოების არასწორი გამოყენებას. ანუ ეს შეიძლება ტიბეტური კი არა, ფაშისტური ძიც არის. არა, ფაშისტური არ არის. ეს ჩემით მაქვს ჩამოტანილი ესე და ტიბეტში სხვადასხვა ძალიან მე მალაიზიაში ვსწავლობდი თვითონ ფენშუის. შემდეგ ჩინეთში გავაგრძელე დიახ და ყველგან სადაც დავდივარ, მაგალითად ახლა იაპონიაში ვიყავი, სადაც დავდივარ, თუ რამე ჩვენი სიმბოლიზმი არის აღმოსავლური, საინტერესო. დიახ, სხვათა შორის მანეკინეკოები, ფისოები არის იაპონური. ხომ არა? მანეკინეკოს თავის ეს ის არის, ხო ესე რო ძალიან საინტერესო ტაძარი აქვს იაპონიაში. მანეკინოები. ფისო არის ტაძარი არის, სადაც მაგალითად გადაარჩინა ხის ქვეშ იდგა კაცი, იყო ძალიან ცუდი ამინდი და ფისო თაც უქნევდა და უბრალოდ მისი ნიშნისკენ წავიდა და მეხი დაეცა ამ ხეს. ამის მერე დაიწყეს ამ მანეკინეკოს მანეკინეკოს რაღაცა თუ არ არის. ნაკურთხი მეხი იყო. და იქ არის ახლა ტაძარი და ძალიან საინტერესო არის. ამის გარდა ძალიან ბევრი იქ არის ტაძარი, სადაც კატა იდგა თუ სადაც კატა იდგა. ხო, სიმბოლური. და ძალიან ბევრი თილისმები აქვს თვალთა შორის იაპონელებს. ჩვენთან ხო იყავით ამდენიმე რაღაც პერიოდის იმის მერე თუ მოიმატა მომართვიანობამ, ან მოიკლო, ან იგივე დარჩა, ან ფენშუიში საქართველოში ძალიან პოპულარულია. ფიდბექი რო გითხრათ რა მოყვა. სხვათა შორის ძალიან პოპულარული არის საქართველოში. ჩვენ ანუ დაახლოებით ახლა გეტყვით ძალიან ბევრი რაღაცები, აი თქო სასტუმროები პროექტდება
ფერების მიხედვით და 5 ელემენტის რა ფერები გათვალისწინებით. ცხრიანში რა ფერები გვაქვს? ცხრიანის პერიოდი სხვათა შორის არის ცეცხლის სტიქია. ცეცხლოვანი. მაგრამ კი მოდის ახლა ცეცხლოვანი ცხელი, მაგრამ ცეცხლი. თვითონ ეკუთვნის ერთიანი არის მაგალითად წყალი. მე 19-ში ვარ დავდებო წყალიც მაგ და ცეცხლიც. არა, თქვენ 19-ში ხართ. თქვენ ერთიანი გამოდიხართ, იმიტომ რომ 900-ზე 1 არის 10 და 0-იანი ითვლება და წყლის ენერგია არის. წყალი ესე იგი და 9 თქვენ რომ 9 არის მაშინ ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე ხო ვერ ვიქნებით, ამ მაშინ უნდა დააჯამოთ, მთლიანი დაწელიც უნდა დააჯამოთ და ერთ ციფრზე დაიყვანოთ. და რა გამოხვედი? რა ვიცი. ცხელი წყალი. ცხელი წყალი გამოხვედი. 19/1976 რა გამოვა? ისე რა ესე თვალით. დავაჯამოთ, აჰა. რამე მინდა. მანდა ეგრამე. როგორ აჯამებთ? უნდა მიუმატო ერთმანეთს ციფრები რა. 6, 6, 9 და 1 არის 22. 22 კი 22-ს 19 არის 41. 32. 19-ს უმატებ თუ 1 და 9-ს? 1 და 900. 1 და 900. 32 და 32. არა, 31. რატო? 1 და 9 არის 10. 22-ს რა 10 მივუმატოთ 32. 32-ს რო კიდე მივუმატოთ 9. არა ბიჭო 1 და 10 ხო არის 0 აღარ არის 1 არის. 51 და შენ გამოყვები კოდსი. 10 თუ ხდება. მოიცა არ გინდა, კაია. კაია გავწევდეთ ამ. 41. ხო რა გინა კოცი მოფილ ხარ შენ. მე ესეთი 41 არის ესეთი პერიოდი 20 წელია. არა 41 რომ მიიღე ბოლოს 400-ს უნდა მიუმატო 1 და გამოდიხარ 5 უნდა გამოხვიდე 5 არის მიწა. ციფრი მიწა ხო? აჰა. მიწის ელემენტი. კოდსი კი არა, კოდზი გამოდი. ზი. ან ჩვენ ქართველებს ეს ან კოცი ან ნაცია ხო ან 5 გამოდის ან 50. ესეთი რაღაცა რა არის რა ეგეთი კაცია. დანარჩენი მასა ქვია. დანარჩენ სამყაროს ვასწავლოთ. აი რაღაცა ლებარდე ან რაღაც ეგეთი მეცნიერება როგორ მოვეწყოთ სამყაროსთან იმაში ენერგეტიკულ იმაში რა ქვია თანასწორობაში აი ესეთი რამე არა გვაქვს ქართველებს. ჩვენ ქართული ეს ძველი რაღაცები რაც გვაქვს ძალიან ხო ძალიან გავს მაგალითად ზუსტად აი ეს მშენებლობის ეტაპები რაც თქვი რასაც გავდივართ მაგალითად ეხლა დიდათ არ აქცევენ ყურადღებას მაგრამ ხო იყო პერიოდი როდესაც ხნათ ესვის ეტაპებს თუნდაც გასვლას ყველაფერს აქცევდნენ ეს ფაზებს მთვარის ფაზებს რო იყენებდნენ და ამ ყველაფერს აქცევდნენ საქართველოში ყურადღებას. ფენშუი ამას ყველანაირი აღმოსავლური წელს 26-ში რა უნდა რამე უნდა დავიცვათ ახალი წლის ღამეს გავაბრიალოთ თამიშევადღიროთ თავით ლიფტისკენ ან რა. სხვათა შორის 31 დეკემბერი არ ითვლება ახალ წლად. თებერვალში გვაქვს. თებერვალში იწყება მთვარის პირველ დღეს და მზის პირველ დღეს დედამიწისთვის რაც აითვლება, ზუსტად ისეთივე მოძრავი არის ეს როგორც ისა. თებერვალში ცხენის წელი შემოვა, ცეცხლოვანი ცხენის წელი 17 თებერვალს. ოღონდ 4 თებერვლიდან იქნება აქტიური ენერგიები, ანუ ვიგრძნობთ. 23 არის ჩინეთში ძალიან დიდი დღესასწაული იქნება. კი. ფენჩუი ჩინურია, მაგას უნდა 23-ში არის ჩემი დაბადების რამე კარგს მივიღე. კი, გამოგიგზა, ტემუ გამოგიგზავნის. უნაგირს. და დეზე. ამოიდე. უნაგიდი ხო და როგორ უნდა შევხვდეთ ამ ახალ წელს კურდღელი არ ჭამოდა რაღაცა მწვანე გეცვას და პირველი 3 წუთზე სტაფილო აიღე და მეზობელს ესროლე აი ესეთი წესები გვაქვს წესები გვაქვს წესები გვაქვს მაგალითად ახლა ცხენის წელი რო არის რადგან ცეცხლოვანი არის ყველაზე აგრესიული წელი უნდა იყოს ესე ითვლება იმიტომ რომ ცეცხლის ენერგია ომები ყოველთვის უკავშირდებოდა თვითონ ჩინეთის ისტორიაში რაც არის ჩანაწერები იმპერატორის მოკლად გადაყდა ყველაფერი ცუდი ხდებოდა წელი მოდის თქვა არ მოვიყვანოთ წელს და რა მოიყვანო ჩვენ ხო ჩინეთი არ ვარ და ჩვენ ხო მერე აღარ წამოვა ტემუდან ესე ვეღარ ჩამოვიდა არა მგონია ჩინეთში ჩუბონ სხვათა შორის იქ არის უფრო ვიეტნამთან პრობლემები და ამ თემებზე საუბარი არის იმიტომ რომ სპეციალისტები ამ ყველაფერს განიხილავენ და ამ ყველაფერს აკვირდებიან
ცეცხლოვანი ცხენის წელი იქნება მომტანი ყველანაირი ცეცხლის ენერგიის, როგორც ვულკანებს აქვს, ომებს აქვს, იქნება სულ ასეთ დეტალებზე დაკავშირებული. რამე ისეთი რო თქვა, როგორც მწვაცა, რაღაც ესე, აქეთკენ რო წამოვიღო და ომი ვულკანი და ცეცხლი. თუმცა წყალი შეგვიძლია ძალიან ბევრი, ანუ წყლის სტიქია ძალიან კარგი არის, აქრობს ამ ცეცხლოვან ენერგიას და სახელმწიფოს უფრაზე შაქარი ტკბილეული შაქარი უყვარს ცხენს, მისი მოსაპყრობად, თქვათ ესე შეგვიძლია მარილი. შაქარი კი სტაფილურაც თქვი ზუსტად, სტაფილოს გამოვი რაღაცა მაგ. აფილოსგან დამზადებული ყველაფერი, ანუ ესეთ მსგავს რაღაცეებში ტკბილეული კექსი. აფილოს კექსები. დამზადებული ყველაფერი რა. სალათი. სტაფილოს კექსები. სტაფილოს წვენი. დიახ. სალათები. ისა თოვლის ბაბუა თოვლისგან სტაფილოს წვენი. დამზადებული ყველაფრის აიზე გავაგზელებდი. კიდე კაბინეტებში მინახავს ფილმებში თევზი რო. თევზიც წყლის ფინანსური ფოტოშორის ეს არის ქრისტიანობის სიმბოლოც არის. გემს აქვს რა რაღაც არის რა. გემებს ვიყენებთ ჩვენ საკმაოდ. თან სწორი დადგმა უნდა, როგორ კაბინეტებში კომპიუტერი უდგათ. და სხვათა შორის მაგიდები სწორად უდგათ. საკუთარი გუა გვაქვს ყველა ადამიანს, რომელიც ჩვენი გუა ციფრი არის მიმართულებები. ძი, კუ და გუა. ყველა ადამიანს აქვს თავის ინდივიდუალური გუა, ანუ მიმართულება. როგორ დაჯდეს, რომ მისი წარმატების ენერგია წამოვიდეს და ყველაფერი ხელს რო აწერს და იხურება. ძალიან მარტივი არის. არა. ფენშუის. არ არსებობს კომპასი, გუამპასი რო დახედო. კომპასები უკვე ტელეფონებსაც აქვს, რა ხო თქმა და უნდა. მე ჩემი გუა საით იყურება. გუას გამოთვლა ძალიან მარტივი არის, საიტები გვაქვს, ქართული ფენშუის საიტიც არის, სადაც გამოთვლით ამ გუას და თქვენ ოთხ მიმართულებას ნახავთ. რეგისტრირდები და არა, უფასოდ. კრიპავ გუა კალკულატორ ხო? კი, გუა გენერატორი. აი, სხვათა შორის აი აქ, აი წერია და შეხვალ ამ საიტზე და ნახავ. სწორად არის? არ ვიცი. ვერ გამოსწრებს გუის გამოთვლა 4. ან ნახეთ 4 ხართ და 2 იყურება სხვა მხარეს და სხვა მხარეს. მაგრამ ის არის რომ მუდმივად როდესაც ზიხარ მუდმივ ენერგიის წყარო საიდანაც იღებთ შემოწმო ძალიან კარგად. აქეთ არის საბურთალო. დასავლეთი. ნახავთ სამხრეთი. ესე. ჩtildeოეთით. არა. აი ჩtildeოეთით არის. ჩtildeოეთით ვიყურებით. მართალია. სხვათა შორის ჩრდილოეთი არის კარიერის სექტორი. საერთოდ სექტორულად და არა, მე ვიყურები დასავლეთით. ესენი კარიერაში დაწყობილი აქვს ყველაფერი. და ჩრდილოეთი არის კარიერის სექტორი. ეს იყურება დასავლეთით. არა, დასავლეთით ვიყურები, მაგრამ ცალი თვალი მაინც ჩtildeოეთით. სამხრეთ აღმოსავლეთი არის სიმდიდრის სექტორი. სამხრეთ აღმოსავლეთი. სამხრეთ აღმოსავლეთი არის აი ეს თანამხარე. აი, ირანისკენ რო ირანისკენ. სამხრეთ აღმოსავლეთი, ან ეს უფრო სახლში არის და ჩვენს გარემოში ეს სექტორები, რისი გააქტიურებაც გვინდა ვიყენებთ ამ პატარ-პატარა ხრიკებს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დარიგებისთვის, საჩუქრებისთვის. წარმატებას გისურვებთ თქვენს, გადავალთ უკვე ღია ფერის წყალზე, წყლის ფერებზე. და ჩვენც გვაქვს რაღაცა ფენშუი საჩუქარი. ფენშუის საჩუქარი. ეს არის ფენშუის ოსისები. საჩუქარი ჩაოლები ჩავაგებული ფენშუის. თვითონ აი ეს ლენტი როცა ორიცარი წითელი რაღაცა ძალიან კარგია. ეს არის აი ეს თეთრი, აი ეს უნდა ცისფერი გაეკეთებინათ, მაგრამ თეთრი ან ნეიტრალი. ნიკოლა ხორცპროდუქტები. ეს არის მოხრილი, ნახე, მოხრილი რომ შენ ტეს დაუბლაგდეს ყველაფერი. ეს აი ნახე რამე ცუდისკენ თუ მიდიხარ. ეს არის ნალი. 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 კი. ეს არის თქვა ტყვიები. ის დასამარცხებლად სიმბოლიზმი. ეს არის კარგი იდე ტყვიები. უბრალოდ საჭმელად. უბრალოდ ამ ყველა პეტროზე დააფენჯო მოგშივდებათ და მე დასაგებია. მოკლედ კარგი რაღაცები გვაქვს რა. ეხლა თავარია ამის მიმართულება, რომ ესე თუ გადავდებთ მე და მე თქვენ მიმართულება ეს თქვენია, ეს ეხა ქვაფს რო დადებთ, ხო? სოსისები ჩავაგეთ, რომ ჩრდილოეთით იყურებოდეს. და მალე იხარჭე. ბროკები ელი გამოდის.
კარგი. უფრო არ სყდება. ნიკორას საჩუქარი, რა თქმა უნდა, საჩუქრად, მაგრამ ჩვენგან პირადად გაქვს საჩუქარი, ჩვენ გვაქვს კაცები ლაივი. ფენშუი ლაივი, ესე საახალწლო დარბაზში, მე მგონი კარგად არის დარბაზი. სცენა იყურება ხალხისკენ, ანუ ფენშუი ძალიან კარგი არის, უცნაურია, ძალიან მაგრამ აი კარგია. თვითონ დარბაზი იყურება სცენას. სცენისკენ, ძალიან ხალხი კარგია. იყურება დარბაზისკენ. ხო, სცენისკენ და გვინდა რომ ორი მოსაწვევი მოგცეთ. დიდი მადლობა. ესე არ გვაფიზიკურად, ორი მაგრამ მოსაწვევი მოგცეთ. დიჯიტალ მოსაწვევს ჩაგიგდებთ. მე რიგის პირველ ადგილზე რომ ცხრიანი გამოვიდა. მეცხრე ადგილზე. ამენაირად ცხრიანი რომ გამოისახოს. აუცილებლად. მართლა ამას აქვს მნიშვნელობა. ძალიან კარგი. მე რო ვყიდულობ ბილეთებს თუ არის ზუსტად ეს რვიანები და ცხრიანები სადაც ურევებ, ვცდილობ რომ ისეთი ადგილები ავიღო. მართლა? მე თვითონ მიჭირდება. უკვე ჩვეულებაში მაქვს. ძალიან ამართლებს. გავაძირო ჩემს. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა. ამით გემშვიდობებით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია. გადავდივართ მომდევნო ბლოკზე. დავიწყებ შეხსენებით. ჯეიმსონი ეს არის უალტერნატივო ვისკი მეგობრული გართობისათვის და დღეს ჯეიმსონის რუბრიკაში ჯეიმსონისვე ბრენდ ამბასადორი ალექსანდრე ცაგურია ყავს თორე. შეგვიძლია სანდრო დაგიძახოთ? ან ამბასადორ ან ცაგურა. აი ეს ამბასადორი რას ნიშნავს? თქვენ ლაპარაკეთ, მე გავხსნი. ხო, უნდა გავხსნათ. სპეციალური გახსნა უნდა ერთი წამი. ხო, არა, ვფიქრობ რომ რახან წინა გადაცემებში უბრალოდ სუფთა სახით ვამდით. დღეს მინდა რომ თქვენთან ერთად კოქტეილი გავაკეთო და თან ჩვენს მაყურებლებს ავხსნათ, ვასწავლოთ როგორ შეიძლება სახლში რამოდენიმე მარტივი ინგრედიენტით უგემრიელესი, უძველესი კოქტეილები გავაკეთოთ. თუმცა ამ კოქტეილისთვისაც უნდა გავხსნა. ამ კოქტეილისთვის აუცილებლად უნდა გავხსნათ. ანუ ისეთი მეთოდი რომ ბოთლი არ გავხსნა და იქიდან გამოუწუროთ. არ არსებობს. აი, ამბასადორი რა არის ამბასადორი? ეს არის ბრენდის ელჩი. მე ვარ ჯეიმსონის სახე საქართველოში, ბარებსა და რესტორნებში და მთელს საქართველოს მასშტაბით ვცდილობ ბრენდის პოპულარიზაციას სხვადასხვა კუთხით. ეს იქნება ტრენინგები, მასტერკლასები, ეს იქნება ვისკის ფესტივალზე სხვადასხვა შოუები. ეს არის მარკეტინგული სხვადასხვა აქტივობები, სხვადასხვა რესტორნებში იქნება თუ ჯეიმსონის ელჩი ხარ. ელჩი, დიახ. და რა მაინტერესებს ისა რა ქვია? დიპლომატიური ნომრებით დადიხარ? აი, დიპლომატიური პასპორტი თამაკ და ჯეიმსონი ხო ირლანდიური არის. რასაკურველია. რა კოქტეილების გაკეთება შეიძლება? ირლანდიურ ვისკზე და არა მარტო ირლანდიურზე ძალიან ბევრი ალტერნატივაა, მაგრამ დღეს მინდა თქვენთან ერთად მომამზადო ერთ-ერთი ყველაზე უმარტივესი, სულ 3 ინგრედიენტით ასაწყობი კოქტეილი, რომელიც თქვენს და ნებისმიერ თქვენს მაყურებელს შეგვიძლია სახშიც უმარტივესად მომამზადონ. ეს არის ირლანდიური ვისკი, შაქარი, ეს არის უმარტივესი ანგოსტურას ბიტერი, old fashion-ის არომატული ბიტერი. ერთი წამი. უმარტივესი ორი სიტყვა ერთად რატო თქვი? ანგოსტურას ბიტერი, უმარტივესი. თურმე ანგოსტურას ბიტერებიც არსებობს? არა. უმარტივესი არის შაქარი და ის შაქარი. შაქარიც არა, უმარტივესი მოტანილი. ანგოსტურას ბიტერი რა არის? ანგოსტურას ბიტერი ეს არის მწარე ნაყენი ბალახეულებისა და სხვადასხვა ფესვების, რომელიც აძლევს ალკოჰოლსაც და აძლევს მწარე ბალანსს, როდესაც ვისკთან ერთად შაქრის და მწარის ბალანსი იქმნება ჰარმონია. ძალიან კარგი. ჩვენმა მაყურებელმა სადიშოვოს. ეს საქართველოში არ იყიდება. ევროპიდან ჩამოვიტანეთ და არა, ნებისმიერი ალკოჰოლის მაღაზიაში შეგვიძლია შენ და ანგოსტურას ბიტერის ისა რა ქვია, ელჩი მეგობრო. ხო, კლასიკურად ანგოსტურას ბიტერი როგორია, იცი? კლასიკურად old fashion-ი მზადდება ანგოსტურას ბიტერზე და კოსმოს ბიტერებზე. მაგრამ დღეს წარმოვადგინე პირდაპირ უკვე გამზადებული old fashion aromatic ბიტერი, იმიტომ რომ დღეს ყველასთან მომზადებ old fashion-ს. სო, გასაგებია ეგრე გეთქვა კაცო, დავიძაბე უცებ. მე მეგონა old fashion-ი არ იყო და ჩეულებრი გა. დავიწყო ანგოსტურას ბიტერი. რითი ვიწყებ? ეს რაღაცნაირი ჭიქები ყვა. ხო, მოვიტანე, ეს არის ჯიგერი, იგივე საწყაური ჭიქა. ჯიგოდან. გიგო. ჯიგერი, ნაღდი ჯიგერი. ჯიგოები შევიკრიბეთ. ნამდვილი ირლანდიის ჯიგრე. ახლა შიგნით რა ჩახედავთ, ვინც ვერ წვამს, იმას შეუძლია 45 მინუტი. ყინული, კი. დაგჭირდება? და რასაკურველია ნებისმიერ კოქტეილ. ყინულს გირჩევდა ბოლოს ამყაროთ? არა. ხო. რაღაცა მიეწება და
ეს არის ჯიგერი, რომლითაც აურწყავთ ვისკს, ჯიგერი ნახუთი აქედან არის. მაგრამ სანამ ვისკს ჩავასხამთ, პირველი მინდა რომ გამოვიყენოთ შაქარი. კლასიკაში შეგვიძლია ვიხმაროთ ერთი კოვზი, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ რომ მომხმარებელს მოვარგო, ვიღაცას მოტკბო უყარ და შემიძლია ორი კოვზი უყო, შემიძლია ერთი კოვზითაც დავკმაყოფილო. ნახევარი არა? ნახევარითაც რასაკვირველია. თუ შაქარზე ისა რა რომ ეხლა ახალ მაგრამ შაქრის გარშე ეს კოქტეილი არა. შაქრის შემსვლელით არ გეცდება ეტაბლეტი. სახარი დაუნლოდით. სახარი. მე გირჩევთ რომ ყავისფერი შაქარი ყველაზე კარგი ალტერნატივაა იმისთვის რომ დათო გეტყვის მე 5-ს ვიყრიო. ხო, რამდენი ჩაგიყარო? მე ჩამიყარე. მოიცა მე ჩაგიყრი რა, შენ მოგი. აი, მაშინ მე ჩაგიყრი, გინდა ვახტანგურად ჩავყრი. არა, მაგრამ ერთი კოვზი სავსები საკმარისია, ერთი პორცია კოქტეილის. ესეთი თუ გავაპიპი. საკმარისი, არა. ჩაყარე და ცოტაც. მოდი მე რადგან ის არის, აი ესე ვისო. კი ბატონო. ძეცეცა. აი. ანუ ის ამ მაიმუნობას ხოჯობდა ორი ჩაგიყრი. და ვორმუცელა მე კლასიკა ვიქნები მაშინ. კი ბატონო. შეულებრივად. ერთი კლასიკური კოვზი საკმარისია, ერთი პორცია old fashion-ის მოსამზადებლად. იმას თვითონ მაგჭიქაში ჩაუსხი. ეგ შენ მოგიხდებოდა ეგ. მე არა, მე შაქარს აღარ ამ შაქარს სჭირდება galgობა და ეს არის old fashion-ის არომატული ბიტერით, რომელსაც old fashion არომატული ბიტერი. ანგოსტორას ბიტერი. ხო, აიგა. ანგოსტორო რაღაცნაირი, აი სოფელში რომ ეზობელი. ანგოსტოროსთან გადავალ იმას გამოვარ. ხო, კლასიკაში ანგოსტორას რამდენი ეს უკვე არა, პირდაპირ შეგიძლია ჭიქაში დაასხათ. იქიდან რომ მაინც სახლური ეფექტით ვამზადებთ. ჭიქა არ დაუწყა. არა, პირდაპირ გადმოატრიალე ჭიქაში 3-4 წვეთი საკმარისია. მაგრამ მე პირადად შემიძლია 10 წვეთის უხნა იმისთვის რომ უფრო დავიდე. აღარ მელის. იყო ანგოსტოროს ბიტერი, აი ეგ არ არის, კაცო, ყველა პატარა ბოდიშია. ეს მწარია და ჩვენ თკვილად ვიყოთ. აჰა, ანგოსტოროს დავაანგოსტორე. იმაუ რამდენი უქნა ნახე. ვიდეო მე ცოტა შაქარი მქონა, ბევრი კი არ ვქენ, შენ ჩაყარე 600. პირდაპირ გადმოატრიალე და ხო, რამდენი წვეთი? 3-4 საკმარისი იქნება. 3 თუ 4? ხო, ანგოსტოროს ბიტერს აქვს ძალიან კარგი არომატი. 3? ეს რა ცოტა, ანუ კოქტეილებს რო გვისხავენ, ანგოსტოროს ბიტერი უნდა აკონტროლო, რამდენი შვებია. და ეხლა კოვზით ვურევთ რომ ეს შაქარი ოდნავ გაიხსნას. ეს ხო არა დასაჭრელია. დასაკვირველია ეს კოვზის უკანა მხარეს ბრტყელი მხარე, ეს არის მადლერის ფუნქცია, იგივე საწყლეთი, რომელსაც შეგვიძლია ამით ანგოსტოროს ბიტერთან ბიტერთან არა, მაგითი ხი. ბიტნას უფრო ნაყავენ, მაგრამ ანგოსტოროს ბიტერსაც აკეთებ. კოვზით მორევას გირჩევდით უფრო მარტივად გაიხსნებოდა. აუ, თვითონ რამდენი დაასხა შეხედე ბიჭო. ეს ახლა რა უნდა ვქნა? ხო, ეს უნდა მოურიო და შაქარი ოდნავ უნდა გავხსნათ, რომ როდესაც სიფრეს დავასხამთ. ეს უკუღმა რატოა? ეს უკუღმა ეს არის სანაყი, რომელთა შეგვიძლია შაქარი უკეთესად გავსრისოთ, დავნახოთ. მაგრამ მე პირადად კოვზით მორევას პრიორიტეტი ვაკეთებ. ხო და მასე დავიწყე, მაგრამ უცებ დაიწყე რომ აი ეს უკანა მხარე იმის ბიჭო, კოვზით მოურევს ეხლა თვითონ, იმიტომ ნახე რამდენი დაასხა. თვითონ ანგოსტოროს ბიტერი ბევრი გააკეთა და კაი გამოვიდა. თვითონ ცარიელ ანგოსტორას ურწყამს და მოდი ცოტა დავამატოთ. ანგოსტოროს ბიტერი მოდი გიმატო ანგოსტოროს. არა, არ მინდა. შემდეგი მთავარი ინგრედიენტი ეს არის ვისკი. ვისკი მთავარი. არ გაიხსნა. 50 მილილიტრი ვისკი. აი ეხლა ვისკს რო დავამატებთ, სიტყვა უკეთესად გახსნა. შეხედე, ეს ამას რო გაიგებ, უნდა გააჭერო ეგ ტურტული. ოპა. 50 გრამი. 50 მილილიტრი ვისკი. კი. და მან გააგრძელა. მომეცი ჩემი ანგოსტორას ბიტერი. ანგოსტოროს ბიტერი არ არის ეგ ვისკია. სანამდე აბა აქ მითხარი 50. აი, მაგიტო არის რო ვერ ეხურები. 50. აი ეს არის ზუსტად 50. ხელზე უნდა გადაგესხას და მე არის 50. არა, ეს ყოფილა ნახე. მე ანგელოზებს მომდარჩა. აძმა. ჩემთან არ გაიხსნა. შემდეგ უკვე ჭირდება ყინული იმისთვის რომ ის აუ, იმა რაღაც კისელი გამოუვიდა. არ გაიხსნა. ის სიტყვი შაქარი გააუვიდა. წვნიანი. ის სიტყვი რომელიც ახლა ჭიქაში გვისხია, ჭირდება რომ გავაციოთ, რომ ის უკვე მივიდეს სრულფასოვნებამდე. გავაციოთ თან ცეცხლოვანი ცხენის წელია. ხო, ცეცხლოვანი ყინული და წყალი ჭირდება ყინული და სიცივე. მე თორე იმის დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რამდენი ერთი კუბიკია? წამი, ისა მაურია. მაურია, ძალიან მაურია მიკროფონებში არაფერი აღარ ისმის. ოპ, ისე მოურია ზრდილობიანად. ჩანო როგორც ჩაგდო. არისტოკრატები ჩაის. იგი უცილებელია ისე ჩააგდე რომ თვალში არ შემომეს. ხო? კაი. აუ ის მე ზუგდიმდე. ამ იქეც ვიგრად გვინდა. ეს არის ყველა ხო ბოლო შტრიხი, რაც ნებისმიერ კოქტეილს კოქტეილად აქცევს, ეს არის გარნირი, რომელიც ჩავყო თუ დავდო.
შეგნით უმჯობესია, იმიტომ რომ ალუბლის გემები გადაეცემა ხო და ალუბალით თუ მინდა ალუბალს ავიღებ მინაპორტო ხომ ორივეს. ვიღაცა აიღებს სამივეს. მე რეკომენდაციაში მოგცემთ ორივეს. გასაგები. რადგან ციტრუსის ცედრა აძლევს ციტრუსოვან შენ აიღე ორი ალუბალი და სამი ბალანს პორტო. და ალუბალი უკვე გეუნები კრუშჩონის აკეთებს რა. ეს ჩაუშვა და ახალი თაობა მიხვდება კრუშჩონი რა იყო. ჯობს ჭირდა იყოს, როცა მოგინდებათ ამოიღებთ უბრალოდ მიგწმენთ ეს. ნებისმიერ განხილვას შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დამატებითი ხიარი. არა ბიჭო, კრუშჩონის კიდე ეს სადილს იკეთებს. ეს ხო ეს არის ისა. ჩაუპრესო? ვიღაცა არ გააკეთებს, ვიღაცა გააკეთებს. ეგ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ჭიქაში თქვენ გარნირებს როგორ მოიწევთ. კლასიკურ სახელმძღვანელოში როგორ წერია. კლასიკურ სახელმძღვანელოში უბრალოდ დევს იმისთვის, რომ ოდნავი მისი ნოტები გადაეცეს. ანუ ჩავწულა. და თან შეგვიძლია მივიღოთ. შენ შეგიძლია უცხოს უნელიც უკნო და. ეხა რა ქვია ამას მითხარ. ეს არის კლასიკური old fashion-ი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მომზადდა ეს ბიტერი old fashion-ის არომატული ბიტერი. ვაფშე აზრი არ ახადა კაჩუმი და მაინც. old fashion-ი ეს არის კლასიკური კოქტეილი. აგრესიაზე მომზადდა და იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ გამოვიყენოთ ირლანდიური ჯეიმსონი, ამ კოქტეილს დავარქვათ Irish old fashion-ი. აირის კი ბატონო. დათო, შენ ხმათებს ხوار გიჩვენ. და ან მამბაკზე. მადლობა. მე პირადად ირლანდიურ ვისკს უფრო რეკომენდაციას გავუწევ, იმიტომ რომ მისი გლუვიდანაზი გემოები ბევრად უკეთესად მჟღავნდება როგორც სუფთა სახით, ასევე კოქტეილშიც უფრო მეტ სინაზეს და ელეგანტურობას ძენს. მოდი გავსინჯოთ სიტყვაზე რო არ გენდო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. კარგ დროს ტარებას, მშვენიერ გემოებს და მოდი გაუმარჯოს დამდეგს ამ ფორმატით წელს უკვე ვარ შევხვდებით YouTube-ზე ერთმანეთს. ხო, ჩვენ მაყურებელს შევხვდებით 3-ში და 4-ში და ეხლა უკვე 5-შიც. განმრთელობა და ნუ შეუშინდებით და ცეცხლოვანს. აბა კარგი ახალი წელი ყველას.